მოგესალმებით, მე ვარ ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს ნოჩი ჟურნალისტი და სკოლა ახალი ქართული გიმნაზიის მოსწავლე მარიამ ქეთრაშვილი. ხოლო ჩემი თანაწამყვანია სკოლა ახალი ქართული გიმნაზიის დირექტორის მოადგილე ქალბატონი ზოია ცაბაძე. როგორც მოგახსენებათ, ჩვენი საახალწლო პროექტი დაიწყო. გადაცემის სტუმარია მსახიობი გიორგი ანთიძე. მეც მოგესალმებით მარიამ, როგორც ვიცი, ინკოგნიტოსა და ინკოგნიტოლებს უამრავი საახალწლო ღონისძიება და პროექტი აქვს განხორციელებული. ჩვენ პირველად მონაწილეობთ აი ამ საახალწლო ღონისძიებაში, ძალიან გახარებული და ძალიან ამაყი ვარ. მე მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო პროექტი და გაგაცნოთ პროექტის არსი. ჩვენი პროექტის მიზანი რაში მდგომარეობს? ჩვენ გადასახებ მოედანზე ვიწევთ თეატრ მოდინახეს მსახიობს და მას უნდა ჩაუტაროთ კასტინგი. მაშინ დრო აღარ დავკარგოთ და დავუსვათ უკვე შეკითხვები. მოგესალმებით, პირველ რიგში წარმოგიდგინეთ თქვენი თავი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ და მოხარული ვარ რომ ვარ თქვენთან ერთად. ჩვენი პირველი დავალება იქნება ასეთი. თქვენივე ნიჭის საშუალებით გადმოეცით თქვენი საქმიანობის შესახებ. ამისთვის დრო გაქვთ 2 წუთი. დრო ჩაივთ. შეიძლება ემოციით გამოვხატო. კი, როგორც მეგნებათ. ძალიან საინტერესოა. მე მივხვდი, რომ თქვენ მზად ხართ ტრაგიკული როლებისთვისაც და კომედიურ როლებზეც სიამოვნებით იმუშავებთ. მივხვდი, ხო? დიახ. მადლობა. ჩემი პირველი დავალება გაიგეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანის ბედნიერება და გადმოეცი ემოცია მხოლოდ მოქმედებით. შეიძლება რომ სიტყვიერად გადმოცეს ყველაფერი და თქვა როგორი ემოცია მექნება და როგორი იქნება. მოქმედებით ჯობს. მოქმედებით უბრალოდ ცოტა ისეთი იქნება, ცოტა რთულია ესე რომ ვთქვა რა. მოქმედებით რომ გადმოსცეს არც თუ ისე ძალიან გაგახარათ და მე მგონი ასეთი ემოციების გადმოცემა არ უნდა იყოს თქვენთვის ძნელი. ხო, მაგრამ ესე უცებ კარგით, მაშინ როგორც გეკნებათ. კარგით, როგორც გეკნებათ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ეს კასტინგია. დიახ. შევეცდები უხმოდ გადმოცე როგორი რეაქცია გეკნებოდათ, კი. თუმცა ჩემი საყვარელი ადამიანი არის ყველაზე ბედნიერი. საყვარელი ადამიანი გააჩნია როგორ? აი, ხომ გესმით არა? რას გულისხმობ? ნებისმიერი ის ადამიანი, ვის ჩემთვის ძვირფასი ადამიანია და ბედნიერი გახდა. კი. When I met you in the summer მე ჩავიხუტები და ძალიან დიდ სიხარულს გამოვხატო და ძალიან ვერ გამიშევხი. ძალიან კარგი. თუმცა შეიძლება გამოვხატოს სხვა ემოციაც, როდესაც ჩემთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანის ბედნიერება გავიგეთ. თან ეს ბედნიერებაც ჭალებში, აი, სხვადასხვა მოსაზრება შეიძლება იყოს, ხო? შეიძლება მე ვიღაცის ბედნიერება, თუნდაც ის ჩემთვის ძალიან საყვარელი იყოს, ცოტა გული დამწყვიტოს. ხომ შეიძლება ასეც იყოს. საყვარელი ადამიანმა გული დამწყვიტოს. საყვარელი ადამიანის ბედნიერებამ ჭალებში გული დამწყვიტოს. შეიძლება. ჩემი შემდეგი დასახიერეთ 80 წლის გიორგი ანთიძე. წარმოიდგინეთ, სოფლად ცხოვრობთ, თუ ქალაქად ცხოვრობთ და წარმატებული მსახიობი ხართ. ან ერთი ვარიანტი, ან მეორე. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი 80 წლის შემდეგ? 80 წლის შემდეგ არ ვიცი ჩემი თავი როგორი იქნება, ალბათ რადგან ეს სფერო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მიღებულია თეატრი და მსახიობობა, ალბათ თავს ისევ წარმოვიდგენ როგორც ესე წარმატებულ მსახიობად 80 წლის ასაკში.
ალბათ ვიქნები თბილისში ალბათ. ან ქალაქგარეთაც კარგია, მაგრამ უფრო ალბათ. კარგი, წამოდებებს მადლობა. მე ასეთ კითხვას დაგისვამთ. როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდებით სხვა ადამიანებისაგან? ცოტა ისეთი რთული კითხვა რით განსხვავდებით. რთულია. თამაშობ სპექტაკლს, ალბათ არ ვიცი. ესე რომ თქვა ვიღაცაზე მეტი ვარენ განსხვავებული, ესე ცოტა რთულია. თუმცა მე მგონი ყველა ადამიანი რაღაცით მაინც განსხვავებულია, ხო? ხო, კი, პროფესიის მხრივ. კი, არა, პროფესიის მხრივ არა. ყველა ადამიანი ინდივიდია. ისევე როგორც აი ვერ ნახა ორ-ერთნაირ ადამიანს, ხო, რაღაცით ყველანი მაინც განსხვავდებით ერთმანეთისაგან. მე ასე ვფიქრობ. რა ვიცი, თუმცა ჩვენ თულია შეთავაზე ესე ვილაპარაკო. არა, მე ავსაუბრობ, რომ თქვენ უნდა ილაპარაკოთ თქვენს ღირსებებზე, იმით რითიც განსხვავდებით სხვისგან. რატომ შეიძლება რაღაც ნაკლით განსხვავდებოდეს, შეიძლება რაღაც მომეტებული მგრძნობელობით, მომეტებული ემოციურობით ან რაღაცით. მე არ ვამბობ მხოლოდ ღირსებებზე და ამით განსხვავდებოდეთ ვიღაცისგან. კარგით, მადლობა. ეხლა მე კიდევ მინდა ესეთი შეკითხვა დაგისვათ. ძალიან როგორ ვთქვათ, საკამათო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ცრემლები ადამიანის სიძლიერეს გამოხატავს თუ სისუსტეს. თქვენ როგორ ფიქრობთ? ცრემლმა შეიძლება გატკინოს და ცრემლმა შეიძლება გაგაძლიეროს რა. ხშირ შემთხვევაში, როდესაც აი ტირი ხარ და ცრემლი მოდის, უფრო შენს თავში გაძლევს ძალას, რომ უფრო მეტი შეძლო, რომ ცრემლები გადააქციოს სიხარულად და დიდ ბედნიერებით, ალბათ. კი, კარგია, კარგი პასუხია. ხო, მარია. ხარ რომ ახალი უნარით გაღვიძება შეგეძლოთ, რა საერთოდ პროფესიად? ხატრობა. ძალიან მაგრამ. თქვენ თუ გიცდიათ ხატვა? არა. დედაჩი მე ხატვარი, ხატრობა და რა ძალიან იყოს ხატრობა, მაგრამ მე სამწუხაროდ მაგის ნიჭი არ მაქვს დავხატ. ხოლმე დიდი სიამოვნებით შევითვისებდი მაგის. ძალიან კარგი. მე კიდევ ასეთ შეკითხვა მინდა დაგისვათ. რას თვლით ადამიანის ყველაზე დიდ მიღწევად? აი ყველაზე დიდი მიღწევა ადამიანის რა არის? ის რაც მისი მიზნები, რაც ჩაიფიქრა, რაც მას უნდა რომ გამოიდეს და ის იმ პროფესიის ადამიანი გამოვიდა, მიაღწია იმ ყველაფერს, რაც მას უნდა და ალბათ ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა რა. და თვლით რომ პროფესია ახსენეთ და ამიტომ გეკითხებით და ამიტომ ჩავერთვები ახლა რომ თქვენ თვლით რომ ადამიანს მიზანს მიაღწია მაშინ თუ ის აკეთებს მისთვის საყვარელ საქმეს, ხომ სწორია? მე ასე ვფიქრობ რომ თუ ადამიანი იმ საქმეს არ აკეთებს და იმ პროფესიის არ არის რაც მას უყვარს, ეს მაშინ თვლი რომ მან ვერ მიაღწია. ის რაც შენ გიყვარდა, რაც შენ გინდა მთელი სულით და გულით გააკეთო და იმისკენ ისწრაფვი და იმისთვის შრომობ, აუცილებლად დაგიფასდება და გამოგივა. მე ესე მესმის და ესე ვარ. გისურვებთ რომ მიგეღწიათ თქვენი მიზნები. მადლობა. დღევანდელი სამყაროს სფეროები გადმოეცით ემოციით. არც თუ ისე ხიარულია, მაგრამ ერთი რაღაც ფერი დაყრავს, რომელიც მაინც ადამიანს იმედს აძლევს, რომ აი ეს ფერი უფრო გამრავლდება და იქნება. თორემ არც ისეთი მრავალფეროვანი. მდგომარეობის გამო. კი, გეთანხმებით. რაღაც პატარა წერტილი არის ფერები. მარიამ, როგორც ხედავთ, ჩვენმა სტუმარმა კარგად გაართვა კასტინგს თავი. და რაღაც ფინალისკენ წაგვიყვანოთ ახლა ჩვენი გადაცემა და ვთხოვოთ ჩვენს სტუმარს მიულოცოს ზოგადად გააკეთოს 2021 წლის მილოცვა. მიულოცოს ქვეყანას, სამშობლოს, ჩვენ, მისთვის საყვარელ ხალხს. გილოცავთ 2021 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ყველაფერს საუკეთესოს და გისურვებთ რომ ეს წელი ყოფილიყოს თქვენი სურვილების და თქვენი მიზნების ასრულების წელიწადი და აი ეს უბედურება რაც გქონდა 2020 წელს არ ყოფილიყოს 2021 წელს და ყველაფერი ყოფილიყოს უკეთესად და ბედნიერად. ჩვენს ვუერთდებით თქვენს მილოცვას, მინდა 2021 წელი ყველასათვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს, ვერცხლისწყალი გადმოსმოდეს ჩვენს საქართველოს, ანუ სიძლიერის და წარმატების წელი ჰქონოდეს. მეც მინდა ახალი წელი მიულოცო ჩემს მოსწავლეებს, ჩემს პედაგოგებს,
ახალი წელი მიულოცო ინკოგნიტოს და მის შემოქმედებით კოლექტივს, სრულიად საქართველოს, სრულიად სამყაროს, ყველას მინდა მიულოცო ეს 2021 ახალი წელი. ვისურვებდი, რომ სტუდია ინკოგნიტოსა და ახალ ქართულ გიმნაზიას უფრო გაეღრმავებინოთ, გაეძლიერებინოთ ურთიერთთანამშრომლობა და 2021 წელი ყოფილიყოს ახალი პროექტების და შემოქმედებითი აქტივობის წელი. ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენთან ვიყავით და გამიხარეთ თქვენი. ეგრე უფრო კარგი გამოვიდა.